ეთერშია გადაცემა სახალხო კონტროლი, მე ვარ ჟურნალისტი ლიზა ვადაჭკორია. დღეს ვიმუშავეთ აჭარაში, ქალაქ ბათუმში, გადავიღეთ რამდენიმე კვების ობიექტი და სამწუხაროდ არ დაგვხვდა ყველგან კარგი და სათანადო სიტუაცია. ეს რა არის? დაბლა არა, აქ იჯდა ადამიანი ყავა სვამდა და სიგარეტს ეწეოდა. სამზარეულოში არა, აქ იყიდით და სიგარეტს ეწევით. არ შეიძლება ეგრე. სუნიც არა ყვედან. ვაიმე, ჩემო ძილფასო, სუნი თუ ავიდა დაუპული ვართ მაშინ. აქედანაც ჩანს, პრინციპში რა ხდება აქ. და ნამდვილად სუფთაა და გაფრთხილებული, მაგრამ აბა ქალბატონი მადონა რა სიტყვის იქნებ შიგნით რა ხდება? თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ეს 7 დღის ხორცია? არ არის ეს 7 დღის ხორცი, ახალი ხორცია. სტიკერი მატყუებს. შუშა ჩამოინგრევა აუცილებლად, იმიტომ რომ სულ ნატეხებია და აი ღმერთმა დაგვიფაროს, რომ აქ იდგეს ადამიანი. აი სიგარეტის ნამწვავები და აქ ძალიან სიბინძურია, აი ესეთი მდგომარეობა არ უნდა იყოს, პურის საწარმოა. ეს არის ჭიები, ამას ეს არის კატო, რომლითაც პურს აცხობენ და ალბათ ამას გამოცრიან. არ ვიცი ან რას უზამენ, ვერ გეტყვით. ძალიან სავალალო მდგომარეობაა, ჩვენ ვართ ახლა ბათუმში. ბათუმში ლეონიძის ქუჩაზე ვარ და ეხლა გავიგებთ როგორია ღვინის გემო. ეს რა არის? დაბლა არა, აქ იჯდა ადამიანი ყავა სვამდა და სიგარეტს ეწეოდა. სამზარეულოში არა, აქ იყიდით და სიგარეტს ეწევით. არ შეიძლება ეგრე. ჭერი იდეალურად გაკეთებულია, გასუფთავებულია, კედლები სუფთა და მოპირკეთებულია, იატაკი სუფთაა, გამწოვი სუფთაა. კონდენსატი არ არის. ეტყობა წყალია ჩამონასვლელი და აი კუთხეში არის ჭერი შესაკეთებელი, იმიტომ რომ ცვენა მიმდინარეობს, მაგრამ იქ ღია პროცესი არ არის და აუცილებლად უნდა შეკეთდეს. აქაც სისუფთავია, ნახეთ. აი ამ ობიექტზე ნამდვილად ხდება დასუფთავება, სწორად, სისუფთავია, მაგიდა სუფთაა, ტილოები სუფთაა, მაცივარი სუფთაა, მაგრამ სტიკერები არ არის. ნუ საშინაო მაცივარი რას ნიშნავს? კერძები ქვაბებით არ უნდა იყოს შედგმული, იმიტომ რომ ძიმე მეტალებით დაბინძურების ძალიან დიდი რისკი არსებობს. უჟანგავით არის მაგიდა მოპირკეთებული და ესეც რა თქმა უნდა სწორი და კარგია. აქ არის სველი წერტილი და გასახდელი. სველი წერტილის და სამზარეულოს შორის არის პატარა სივრცე, რომელშიც გამოდის ზარეულები, ხელს ისუფთავებენ და გამოდიან. ერთადერთი აი რაც არ არის სწორი, ეს არის აი თურქული უნიტაზი, იმიტომ რომ მაინც ფეხების გინდა არ გინდა დაბინძურება სამწუხაროდ ხდება, ფიზიკურად სხვანაირად ვერ ხერხდება და მერე უკვე დაბინძურებული ფეხებით, როდესაც სამზარეულოში შემოვდივართ, ეს უკვე ძალიან ცუდია. ნამდვილად არის დასტიკერების პრობლემა ობიექტზე. ეს ძეხვი არის დაჭრილი ალბათ პიცისთვის გაქვთ ხო დაჭრილი. ესეც უნდა იყოს აუცილებლად დასტიკერებული. სოუს რამდენი აქვს შენახვისვადა? ყოველდღე რომ მაშვებეთი. რამდენი აქვს? ეს არ არის დღეს გაკეთებული სოუსი. არა, ნახეთ, აი ესე ნახეთ, აი. მადო ძალიან მალე ხმია. არა, და თავდახურული და მე თუ მედეს კოზი ჩატოვებული, ეს არასწორია. ღვინის გემო არის რესტორანი ლეონიძის 21B, აგერ შევდივართ და ეზოა, წვიმიანი ამინდები იყო და ამიტომ ეთყობა ალაგებულია ეხლა მაგიდები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ კარგ ამინდში აქაც არის მაგიდები და სკამები და შეუძლია მომხმარებელს რა თქმა უნდა ჩამოჯდეს და მიირთვას კერძები. ესეც თქვენი ღვინის გემო, პატარა დარბაზია, მყუდრო, თბილი, აი ნახეთ როგორი ჭაღია, ბოთლებისგან დამზადებული. უბრალო მაგიდებია, ხის, ვერაფერს ვერ ვიტყვი, სუფთა, ნახეთ დახურული სამარილია, საპილპილე და ასევე ხელსახოცები. არც ერთი არ არის ღია მდგომარეობაში და ეს კარგია, არც მტვერი აჯდება და არც არავინ ხელით არ იღებს. ინტერიერი რა გითხრათ? აი თითქოს ოდასახლია, ნახეთ სარკმელი, აი როგორი ხო ძველებური საათი, რაღაცა პრეტენზია აქვს დეკორაციაზე და მისაღებია, რატომაც არა, ასეთიც შეიძლება იყოს, თუმცა ისევ და ისევ ვამბობ, რომ არის საკმაოდ უბრალო,
უფრო რაღაც ბარის ფუნქციას ასრულებს. ჩავიხედოთ დიდ საყინულეში, სადაც არის ხორცი მოთავსებული, ბოსტნეულთან ერთად ხორცი არის კატეგორიულად აკრძალული. აი ამას შეხედეთ, როგორ არის გადმოყრილი პროდუქტი, კი ბატონო, აი ნახეთ. აი ეს ნახეთ. აი ეს და შეხედეთ, აი ესეც არასწორია, აი ესეც არ შეიძლება, აი ესეც ასე არ შეიძლება. აი ეს ნახევრად შეფუთული, არაფრით არ შეიძლება. თევზი არის პარკებში მოთავსებული, ნუ არაჰერმეტულად და ნუ აი ეს არის ძალიან ცუდი ბოსტნეული და თევზი რო ერთ სივრცეში არის. ქათმის ხორცი მოხარშული, როდინდელი მოხარშულია. გუშინ წინდელი. ფიზიკურად ვერ დაიმახსოვროს ადამიანი აი ამდენ პროდუქტს რა როდის არის დამზადებული. აი ფიზიკურად არის შეუძლებელი. წითელი რა გაქვს შიგნით ჩაყინული? ამას შეხედეთ. აი ეს არის ჯვალედინი ზუსტად დაბინძურება. ეს არის არასწორი. აბსოლუტურად არცად ვადები არ არის, სრული იგნორირება. ბასტურმა როდინდელია? არც ახალი არაა. 3-4 დღე ბასტურმა ხა მეხუმრებით? 3-4 დღე ნახეთ თქვენც არ გახსოვთ. არ იქნება მეტი. ვაიმე, ჩემო ძირფასო, სუნი თუ ავიდა დაუპული ვართ მაშინ, აი სუნი ანუ სიძველეში რო გადადის. არა, კარგი დრა. სიძველეში ფერით ეთყობა, რომ სიძველეში გადასულია. ეს არის სულ თქვენი სამზარეულო? მეტი არა გაქვთ? და პრინციპში აი ძალიან ბევრი რამეა გაკეთებული და სულ ცოტა რამ უნდა კიდე ღია ასე არ უნდა იყოს კარები არავითარ შემთხვევაში გარედან რომ რამე წერი ან რამე არ შემოვიდეს მართალია ზამთარია მაგრამ მაინც შეიძლება სხვა ობიექტებიდან ღრნელიც გადმოვიდეს და შემოგეპაროს ამიტომ აი ძალიან გთხოვთ რომ აი კარები ეცადეთ რომ ბადე მაინც იყოს დაცული აუცილებლად ალუმინის ქვაბებში არ დატოვოთ პროდუქტები და გადაიღეთ ყველგან იყოს ვადები მითითებული და საერთო ჯამში აი ყველაფერი გაქვთ იმისთვის რომ კარგად იმუშაოთ სუფთად იმუშაოთ პრინციპში ბევრ რამეს აკეთებთ და ეცადეთ რომ კიდე უფრო მეტი მარჟა დააკმაყოფილოთ არ ვიცით გემოზე როგორია მაგრამ რაც მთავარია ნორმალურ პირობებში აკეთებენ როგორც ჩვენ დავინახეთ რაც თქვენ უკვე ნახეთ თუმცა შენიშვნები იყო მადონას მხრიდან და ვიცი რომ აუცილებლად ყველაფერი გამოსწორდება დანარჩენზე რა გითხრათ ესეთი მოკრძალებული მაგრამ საკმაოდ სუფთა და სიმპათიური ობიექტია ღვინის გემო ლეონიძის 21B ბათუმი ჯავახიშვილის და გიორგი ბრწყინვალეს კვეთა ამ ორი ქუჩის გზა ჯვალედინზე ვარ ზუსტად და აი ნახეთ აქ დაგხვდა საცხობი ნიკალას ეზო ბავშვებიც იყვნენ ეთყობა სკოლიდან მოდიან და ხშირად მოდიან რა თქმა უნდა ზრდასრული ადამიანები ყველა ვისაც უყვარს საცხობის პროდუქცია და ვინც ამ უბანშია მოდის ამ ადგილას აი აქედანაც ჩანს პრინციპში რა ხდება აქ და ნამდვილად სუფთაა და გაფრთხილებული, მაგრამ აბა ქალბატონი მადონა რა სიტყვის იქნებ შიგნით რა ხდება? რასაც უყურებ, არის ძალიან ნათელი ტერიტორია, ჭერი მოპირკეთებულია, სწორი რაც არის აი სასანთლები რო ჩადებულია პლაფონებში და გამორიცხულია ის რომ ნატურა დაზიანდეს, გასკდეს და ასე შემდეგ და ჩაცვივდეს საკვებში, რასაც ქვია მექანიკური დაბინძურების რისკი გამორიცხულია. იატაკი მოწესრიგებულია, კარაქი ლღვება. ნუ პრინციპში თაროებზეა და პრეტენზია არ არის. არ მუშაობს მაცივარი? ტემპერატურას ვერ იჭერს მაცივარი და გამრთულია. კი ბატონო. მაშინ მე მაინტერესებს მაცივრები, რომელიც მუშაობს. მაცივარი არის სუფთა, მოწესრიგებული. კონტეინერებშია ყველაფერი მოთავსებული. თქვენ გინდათ მითხრათ, რომ ეს 7 დღის ხორცია? არ არის 7 დღის ხორცი, ახალი ხორცია. სტიკერი მატყუებს ამ შემთხვევაში. 1 დღის მოხმარების ვაკეთებ. კი ბატონო, თქვენი სახელი? რომან. ბატონო რომან, აი დააწერია ეტიკეტზე, ნახეთ? კი, შესაძლებელია ნამდვილად. და ქალბატონებო, კოვზი ეცადეთ, რომ არ დატოვოთ შიგნით. კოვზი დატოვება არ არის სწორი. და ერთი თხოვნამა კიდე აუცილებლად აი მაცივარი რო გააწკრიალეთ
აი ესეც გამიწმინდეთ. ვეუყურებ რომ ყველაფერი აბსოლუტურად აი გაგეხსნით არის ახალი, მაგრამ აუცილებელია რომ იყოს დასტიკერებული. აი ნახეთ სულ ახალია. ყოვზის ჩატოვება რატომღაც თითქმის ყველა რესტორანში და ყველგან ხდება და აი ეს არის ერთ-ერთი დამაბინძურებელი, იმიტომ რომ არ შეიძლება რომ სწორად დაიხუროს ჰერმეტიულად თავსახური. ყოვზიც არის მძიმე მეტალების ფაქტიურად დაბინძურების რისკი. აქედან გამომდინარე ჯობია რომ ყოვზი ამოვიღო და ჰერმეტულად დავახუროთ თავი. მით უმეტეს კონტეინერი სრულიად მთელია, ახალია და ამის საშუალებას გვაძლევს. რა თქმა უნდა იყოს დასტიკერებული, ნახეთ კიდე არა ჰერმეტულად დახურული. გასაგებია, კი, მივხვდი ყოლა. თავი რას გვიკეთებს. აი, ეს არის ზუსტად აი თუ კი არ არის ჰერმეტულად რამე დახურული თავზე, აი ჯვარედინის დაბინძურების რისკია მაშინ ამ შემთხვევაში. მე ვხედავ ნამცხრები გაქვთ ხო და საცხობის პროდუქცია, მაგარდა ამისა გაქვთ აი ეს სტაფილო კორეულად, პიცა და ასე შემდეგ. ესენი ზაკათი პიცა კი. ანუ ვინც აქ დაჯდება, იმას მოუტანთ, გასაგებია. აქ არის ასეთი ღია კაფე, აგერ ვხედავთ და მათ შეუძლიათ შეუკვეთონ პიცა, კარტოფილი, ქაშაყის შუბა, ლორი და ყველი და ასე შემდეგ. აი ეს კერძები. ოღონ აქ უნდა ჩამოჯდნენ. შიგნით არ არის არანაირი დარბაზი. უკვე შევათვალიერე, არის მხოლოდ საცხობის პროდუქცია. აი ეს არის, რაც რასაც ხედავთ ვიტრინებში, ჩებურეკი ღირს 4 ლარი, 5 ლარი ღირს იმერული ხაჭაპური, არის სხვადასხვა ტიპის ღვეზელი და რა თქმა უნდა ხაჭაპურები და ასე შემდეგ. ახალი ღუმელებია, გაპრიალებული, გაწკრიალებული სუფთა, ზეთი გამოცვლილია. ყოველ დღე ცვლით ზეთს. აბსოლუტურად ყოველ დღე როგორც მეუბნებიან ზეთი იცვლება, სუფთავდება გამწოვი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ჩამონაღვეთი მაინც ჯერჯერობით არ არის, მაგრამ რისკ ფაქტორი მაინც არსებობს და აი ყველაზე დიდი რაც შემიძლია მე თქვენ ამ წუთში მოგცეთ შენიშვნა ბატონო რომან და სასწრაფოდ ეს გამოასწორეთ, ეს შრომის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ეს არის უდიდესი დანაშაული. ადამიანი რომელიც აქ მუშაობს მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლეც კი არის რისკის წინაშე. ძალიან გთხოვთ სასწრაფოდ გამოცვალეთ. კი. კი ბატონო, აუცილებლად. კი ბატონო, გამოცვალეთ. ესეც ღუმელი არის. ეს არის ცომის გასაფრთხელებელი აპარატი. თავისი სტანდარტებით და ყველაფრით აბსოლუტურად. აქაც ნახეთ დახლზე დაპრიალებულია ყველაფერი. აი ამ ტილოს მე პირადად გავრეცხავდი. აი ეს პერიოდულად გაწოწოლია და მოვაშოროთ აქედან. ძალიან ლამაზია დახლები, ნუ ახლა მომხარებელი რასაც ხედავს, ეს ყველგან მოწესრიგებულია და ჩვენ ძირითადად უფრო გვაინტერესებს ის ადგილები, სადაც მომხარებლის თვალი ვერ წოდება. მე პირადად ობიექტი სიმართლე გითხრათ ძალიან მომეწონა. ეხლა თქვენი ჯერია, თქვენ შეაფასეთ ობიექტი ჩემთან ერთად და რამდენად მოგეწონებათ თუ არ მოგეწონებათ, უკვე გავიგებთ კომენტარებში. ნამდვილად არ იყო ცუდი სურათი, პატარა შენიშვნები იყო, რომელიც ვიცით რომ გამოსწორებადია. პერსონალი არის ძალიან მეგობრული, მოწესრიგებული, მოგვეწონა. აი ვინც დავინახეთ და ვინც გაგვიცანით, ეს ქალბატონები არიან აშკარად სუფთა მოწესრიგებული ქალბატონები და რა თქმა უნდა ძალიან კარგია. ხშირად გვეკითხებიან, ნუ თუ კარგი ობიექტი არ არსებობს საქართველოში, როგორ არა, ძალიან ბევრი. შეგახსენებთ რომ ჩვენ მუშაობთ დღეს ბათუმში, ეს არის ჯავახიშვილის ქუჩა, ნიკოლას ეზო. ბათუმი გორამიშვილის 64 ნომერი საცხობი ნიტას პური, ნიტას საცხობი. არ ვიცი საიდან ყიდიან პურს. მადონა უკვე შესულია საამქროში, ჩვენ კი აი აქ შეგვიძლია დავინახოთ, რომ აი აქ არის ეს პური, ნამდვილად აწერია ნიტას საცხობი. თუ რაღაც პროდუქტებზე შეიძლება ოდნავ რაღაც თვალი დახუჭო და ვარი თქვა და შეიძლება ზოგჯერ ეკონომია გავაკეთოთ და არ ვიყიდოთ, თქვათ ხორცი ბოსტნეული ჩავანაცვლოთ ან პირიქით, აი პური ეს არის ის პროდუქტი, რომელიც 100%-ით ყველა ოჯახში შედის. და მით უმეტეს ქართველ ადამიანს პური უყვარს ძალიან და საკმაოდ დიდი რაოდენობით მოიხმარს. ამიტომ პურზე ვაკეთებთ ძირითად აქცენტებს. ისეთი სუნია, რომ აი რა გითხრათ? ეს არის სურნელი, ეს სუნი არ არის, ეს არის არაჩვეულებრივი სურნელი, პურის სურნელი, რომელიც აი
გვანაყრებს და მეწმუნეთ ჭამის მადასაც საკმაოდ აღვივებს. სიმართლე გითხრათ, პირველად ვხედავ როგორ იზრდება ცომი. სიგარეტს არაპირველად ვხედავ, ძალიან ვიზიანდები, როდესაც საწარმოში სიგარეტის მოწევა მიმდინარეობს. აი ეს ძალიან ცუდია და არასწორია. ეს არის უპატივცემულობა მომხმარებლის. ღიობები უნდა იყოს ყველა აბსოლუტურად დაკეტილი, არ შეიძლება რომ ღიობები არსებობდეს, აღმოფხრილი უნდა იყოს. საწარმო ნუ აშკარად დასასუფთავებელია, თქვენ თვითონაც ხედავთ. აი ნახეთ, ყველაფერი აი ესე დაყრილი არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში. აი სიგარეტის დამწვავები და აქ ძალიან სიბინძურია, აი ესეთი მდგომარეობა არ უნდა იყოს. პურის საწარმოა. არის კონდენსატი დასაყოვნებელში, აი უყურებთ. კონდენსატი არის და წვეთა ჩვეულებრივად მიმდინარეობს. ტარაზი არის დამონტაჟებული, ეს პურის შესაფუთი აპარატია, ეტიკეტები არის, ნახეთ, აი ეს ეტიკეტია, აი ამ პურის ეტიკეტია. სინები აუცილებლად უნდა იყოს გახეხილი, ალბათ პურის გარდა კიდე სხვა რამეებიც კეთდება, მექანიკურადაც უნდა სუფთავდებოდეს. მეორე სართულზეც რაღაცა არის და მოდით ვეძებოთ ეხლა სად არის ასასვლელი. აი ეს კარი, ნახეთ, ეს შუშა ჩამოინგრევა აუცილებლად, იმიტომ რომ სულ ნატეხებია. და აი ღმერთმა დაგვიფაროს რომ აქ იყო იდგეს ადამიანი. იმიტომ რომ პირდაპირ ამ ადამიანს დაეცემა აი ეს შუშა. ნახეთ როგორია, ჯერთი შეიძლება ვიღაცა დაიჭრას. ნახეთ როგორი ბასრია. ამის დატოვება ესე ნამდვილად არ შეიძლება. არ ვიცი, პური კი ალაგია, მაგრამ ესია, ანუ შეიძლება დაეცეს მტვერი, ნაგავი და ყუთები კი ნახეთ როგორი ყუთებია. არ ვიცი, ძალიან სავალალო მდგომარეობაა. ჩვენ ვართ ახლა ბათუმში, ეს არის გურამიშვილის 64 ნომერი. ნიტას საცხობი. ნახოთ მეორე სართულზე რა საცხობენ. რა ხდება? აი აქ ყოფილა საწარმო. აქ რას ამზადებთ? აქ არაფერი არ არის, მეგობრებო, თვითონ. ალაგებთ არაფერი არ არის. არის ფქვილი, არის ნარჩენები, არის გაცრილი საფანელი, რომელსაც ძალიან ბევრი იყენებს და ძალიან კარგი პროდუქტია. ვინაიდან ჟელი არის აქ, სავარაუდოდ რაღაცა ტკბილეულსაც აცხობენ, კვერცხიც არის და აი ნახეთ. აჰა, ჩვენ სანამდე ქვევით რაღაცას ვაკეთებდით, ესენი ყველაფერი დამალეს, გადამალვა სადეს და ნახეთ, აი ყველაფერი როგორ ჩაჭრეს, ეტყობა ნამცხვარსაც აკეთებენ. ყველაფერი ერთად შემოუყრიათ, აი აქ დროჟი და ყველაფერი აბსოლუტურად საფუარი, ყველაფერი შემოყრილია და დაყრილია, იმიტომ რომ აი თვალის ასახვევად რაღაც ვიზუალი შეექმნათ. არ ვიცი ეს რა არის, საბოლოო პროდუქტი რა იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში კონდენსატი აი აქ არ არის. აქ სუფთაა და კონდენსატი არ არის, მაგრამ იატაკის მდგომარეობა ნახეთ. იატაკი რას გავს, რა ბინძურია იატაკი. შეხედეთ რა მდგომარეობაშია ფორმები. ღუმელი ცხელია, მაგრამ არაფერი არ ცხება. ესე იგი არაფერი არ კეთდება, ღუმელი ცხელია, ცომი, გამზადებული პროდუქტი ელოდება ამოსვლას, რომ ღუმელში გადაინაცვლოს, სინები. აი ესეთ მდგომარეობაშია. აი იმედია რომ ეს გასარეცხია და ამაზე მეორედ არ დადებენ პროდუქტს, თუმცა ისი არის მიმხმარი, რომ სავარაუდოდ რამოდენიმეჯერ ხმარობენ და აი ნახეთ როგორ შველის სახალხო კონტროლის შესვლა, იმიტომ რომ აი როგორ უცებ რეცხავენ და უცებ აწესრიგებენ ყველაფერს. ნახეთ, აი ეს არის სადაც არაფერი არ მზადდება და დალაგების პროცესში არიან. აი ესეთი მოკლე ტყუილს აქვს ძალიან მოკლე ფეხი და ძალიან მარტივი ამოსაცნობია თუ რა ხდება საწარმოში, მით უმეტეს, როდესაც აი ყველაფრის მზადება მიმდინარეობს. ეს იცით რა არის? შეხედეთ. აი ეს არის ჭიები. აი ეს არის ჭიები, ნახეთ. ეს არის ჭიები, ამას ეს არის კატო, რომლითაც პურს აცხობენ და ალბათ ამას გამოცრიან. არ ვიცი, ან რას უზამენ, ვერ გეტყვით. ნახეთ რა ვიპოვე. აი ეს საწარმო, რომელიც არ მუშაობს. აი დამწვარი პეჩენიები და სინების მდგომარეობაც ნახეთ. მაგრამ აი ამან ყველა მოლოდინს გადააჭარბა. ამას შეხედეთ. აი ესო ჭიები. ხოჭოები. ნაწილობრივ დაობებული, ნაწილობრივ დაბინძურებული, ნაწილობრივ ალბათ გამოცრილი და შემდეგ აი ამას ყველაფერს დაფქვავენ, შემდეგ აი ესეთ საცერში გაატარებენ
და შემდეგ აი ესეთ ჩაყრიან ალბათ პატარა კონტეინერში დააფასოვებენ და დახლზე დადებენ და გაყიდიან. ეს არის საფანელი, რომელსაც მე ძალიან დიდი რაოდენობით ხმარობ სიმართლე რო გითხრათ. აი ეს არის რა რაოდენობით ამზადებენ. მე ხა ეს როული ნაკლებად მაინტერესებს და მაგის იმას არ დავიწყებ. მე უფრო მაინტერესებს იმას, რომ აი შეხედეთ, აი ამ ხოჭოებიან პროდუქტს ამისგან რას ამზადებენ და შემდეგ სად ახდენენ ამის რეალიზაციას.